გრძელდება აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ახალი მედია პროექტი გაკვეთილი აფხაზეთი. პროექტი ამჯერად თბილისის 51 საჯარო სკოლაში განხორციელდა. საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის მიერ მომზადებული ვიდეო მასალა მე-10 და მე-11 კლასის 100-ზე მეტმა მოსწავლემ მოისმინა. შემეცნებითი გაკვეთილები მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლებას აფხაზეთზე. პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და მთელი ქვეყნის მასშტაბით 100 სკოლას მოიცავს. გაკვეთილი აფხაზეთი გრძელდება დღეს 51 საჯარო სკოლაში ვიყავით. ძალიან საინტერესო აუდიტორია დაგვხდა, თითქმის 100 ბავშვი დაესწრო გაკვეთილს. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი სათქმელი, რომ აფხაზეთი საქართველოა, კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდასთან მიდის, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი მომავალი თაობა და ძალიან მნიშვნელოვანია იცოდენ რა არის დროებით დაკარგული და რა არის დასაბრუნებელი. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, რისთვისაც ორგანიზატორებს გვინდა გადავუხადო მადლობა. ინფორმაცია, როდესაც მოვიდა ჩვენამდე და აღმოჩნდით იმ სკოლების სიაში, სადაც ეს ღონისძიება გაიმართებოდა, მოსწავლეებიც ძალიან აქტიურად ჩაერთენ. შესაბამისად, ეს ალბათ იმის მაგალითი იყო, რომ ჩვენი სკოლა ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს არაფორმალურ განათლებას. რაც შეეხება თემა აფხაზეთი, ეს არის თემა, რომელიც ჩვენ მოსწავლეებს ყოველთვის უნდა შევახსენოთ და უნდა გვახსოვდეს აფხაზეთი. ეს შეხვედრა აფხაზეთთან დაკავშირებით ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო, რადგან როგორც ნებისმიერი ქართველისთვის აფხაზეთი არის ძალიან სენსიტიური და მნიშვნელოვანი თემა. ამავდროულად ახალგაზრდებში არ არის დიდი ცნობიერება აფხაზეთში მომხდარი მოვლენების შესახებ და როგორია დღესდღეობით ვითარება თვითონ აფხაზეთის მხარეში. ყველა ქართველისთვის ეს თემა გულისამოჩუყებელი არის აფხაზეთი, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორია. მასზე რომ ვიგებთ ბევრ ინფორმაციას, მით უმეტეს ამ ასაკიდანვე, რომლებიც არ არიან ინფორმირებული ბევრად, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის.